მოგესალმებით. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ოჯახის საიდუმლო რეცეპტი გაგიზიაროთ, მე შემოგვიფასებო. ოჯახური კერძი არის, რომელიც სვანებს მინდა მიმართო. იცი რომ ეს კერძი არის ჩემი და არის სვანების რძალი. ამიტომ ჩემს ოჯახში ხშირად მზადდება ეს კერძი და აი ჩემი ოჯახის სვანური კერძი მინდა გაგზიაროთ. მოიმარაგეთ ქინძი, სვანური მარილი, ნიორი ბლომა ხახვი და ქათამი. ამ კერძს ქვია წიწილა სვანურად. ხო არის წიწილა შქმერულად. ეს არის წიწილა სვანურად. ოჯახური რეცეპტი არის. კარგად შევაპიწყინოთ აფა. ზეთი არ დაინანოთ. სვაფება მოაბანავოთ, მაგრამ ზეთი არ დაინანოთ. ეს წიწილა ამ დღეებში ლონდონში მივდივარ National Geographic-ის ქართული გასტროლიკი ტარდება და შეიძლება ჟურნალისტები მირეკავენ. აი ეს ლამაზად ატივის კერძი არის. ავიღებ წიწილას შევბრეყავ კარგად ყოველ მხრიდან, აი კარგად შევაფიწყინებ გემრიელად, არ უნდა გამოთრეს, ამიტომ ძალიან ხელთაფაში უნდა ვიმუშაოთ. ჰოპა! მე მიყურე მხოლოდ მე. წიწილა კარგად გემრიელად შევაფიწყინოთ, გახმის ფოტოები დაგჭირდება აუცილებლად. ერთი ჩიქა ღვინო და ერთი ჩიქა წყალი. ოკეი? ესე იგი გავარძელოთ აუცილებლად მაღალი ტემპერატურა არ დაგვავიწყდეს, კარგად მოვბრატოთ ყველა მხრიდან ჩვენი წიწილა. კანი კარგად რომ მოიბრაწება, მინდა რომ დააფიქსირო. მეორე მხრიდანაც იბრაწება ახლა და აი ეს დაახლოებით არის 300-400 გრამი ხახვი. ხელს არ ვახლებ. ერთი 10 წუთის განმავლობაში ამას დავახურებ თავზე, საფრის ფოთოლს უზავ. და ცოტა ხანი ჩავთუშავ. ჩავხრაკავ ხა ესე გემრიელად თეთრად ამ წიწილას. ხახვში, ბლომა ხახვში. ხახვი ნახევრად რომ მოიწავლება. კარგი, ნამდვილი, ხარისხიანი სვანური მარილი. სრულ ფასოვნად აი ესე დაფარავთ და მიხვდებით რომ საკმარისი არის. იხმართ 4-5 კბილი ნიორი. და აი ბლომად ქინძი არ დაგენანოთ. თეთრი ღვინო ცოტა. ცოტა თეთრი ღვინო. კიდევ ერთხელ დავაფაროთ, დავაცადოთ 1-20 წუთი. ესე იგი გავიდა სადღაც დაახლოებით 15 წუთი. ჩაუვრთქდა კარგად ეს ხახვი წიწილა. ნახეთ როგორი შეხედეთ როგორი წვენი ჩაუდგა. მარილა იმოქმედა. მე აქ დავამატებ კიდე კარაქს ცოტას. დავამატებ 100 გრამ კარაქს. ეხლა ეს ხახვი ითუშება გემრიელად აქ. დაიწყება ამ ხახვის კარამელიზაცია. ეს კარამელიზაცია ნელა უნდა ხდებოდეს. ნახეთ ხო დავამატეთ ცოტა ღვინო, ამოვავორთქლე. ეხლა ეს კარაქი და ზეთი მოხრაკავს გემრიელად კარამელიზაციას გაუკეთებს ამას. მარილის სიცხარის დამატება არ ჭირდება, სვანურ მარილში თითქმის ყველაფერი არის უკვე. ეხლა დავამატებ კიდე წყალს. და რატო ვამატებ ამ წყალს? ეს წყალი მინდა რომ ამოშრეს.
რათა უფრო მეტი ბულიონი მომცეს და ის ძვლის ხორცის ნახარშია იმ ჟელატინს რო შეციების შემდეგ ჟელატინი ამას დავტოვებ ახლა კიდე 20 წუთით და დაგიბრუნდებით. აი შეხედეთ ნელ-ნელა ეს ფერს იცვლის, უკვე კარამელიზაცია მედის. ნიორმა თავისი გააკეთა, ხახმა თავისი გააკეთა, სვანურმა ისეთ სუნელი ტრიალებს ღმერთებო. ემინა სვანური 64 არის ეს კერძი ჩემთვის. გძნობთ, გძნობთ. კერძი ცოტა ოდნავ მარილიანი იქნება, ამიტომ რომ დავაბალანსოთ, შეგიძლიათ საერთოდ დავაკლოთ სვანური მარილი, მე მომწონს ეს ხასიათიანი გემო. აქ გვერდზე პატარა ქვაბი და ვაიმ სვანეთ, სადაც და ვაიმ სუფრა, სადაც თაშმჯაბი არ არის წარმოდგენილი. შეხედეთ, მოხარშული კარტოფილი, კარაქი, კარგად გახეხილ სვანურ სულგუნს, ლომად. კარგად უნდა ამოვწელოთ თაშმჯაბი. ჩვენი თაშმჯაბიც მზად არის. სასწაულია ისეთია. ლავიღებთ. აი ესე ოჯახურად. ჩამოუშვებს თაშმჯაბს. გაუხსნი პირს. და ამ ჩვენ დედოფალს მოვათავსებ შიგნით და გამოგვივიდა ეს უგემრიელესი, უმდიდრესი, მარტივად ოჯახში მოსამზადებელი წიწილა სვანურად თაშმჯაბით. ზღაპარია, ზღაპარი. ზღაპარი. შეგვიძლია ცოტა ეს წვენი ხახთან ერთად ზემოდან ლამაზად მოვასხათ. ცოცხალი მწვანილი და აუცილებლად სვანური მარილი თაშმჯაბზე ცოტა ოდენობის და ცოტა რომ გავახალისოთ, აი ეს კოწახური მაქვს სიმჟავესთვის და ეს თქვენ ჩემგან, ჩემი ოჯახის, ჩემი დის კერძი წიწილა სვანურად თაშმჯაბით.